მე ვიცოდი ყველაფერი სტალინის ოჯახის შესახებ, ყველა საიდუმლო, ყველა სიცრუე, რომელიც ხალხს უთხრეს, ამბობს 90 წლის კაცი, რომლის ხელები დღესაც კანკალებს 30 წლის შემდეგ. ეს კაცი იყო აվել ენუქიძის პირადი მდივანი 1930-იან წლებში. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ენუქიძის უშუალო გარემოცვაში იყვნენ, პირველად საუბრობენ კამერების წინ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით სტალინის ოჯახის შესახებ. რატომ ენუქიძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი მეგობრად მიიჩნევდა? რა საიდუმლოებები აკავშირებდა მათ ჯერ კიდევ თბილისიდან? და რატომ, როცა სტალინმა გადაწყვიტა მისი განადგურება, თავად ტიროდა? 1926 წლის დეკემბერში კრემლის საიდუმლო არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. პირადი წერილი ენუქიძისგან სტალინისადმი, დათარიღებული 1925 წლით, სადაც ის წერდა: კობა, შენ იცი, რომ მე ვიცი ყველაფერი. შენი დედის შესახებ, შენი მამის შესახებ, შენი პირველი ცოლის შესახებ. მე ვიცი, რა მოხდა გორში 1892 წელს. და შენ იცი, რომ მე არასოდეს არ გავამჟღავნებ ამას. რა იყო ეს საიდუმლო, რომელიც ენუქიძემ იცოდა? რატომ ინახავდა სტალინი ამ ადამიანს თავის გვერდით 30 წლის განმავლობაში? და რატომ, როცა საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მოსპობა, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება მისი ცხოვრებიდან? აվել ენუქიძე დაიბადა 1877 წელს დუშეთში, მაგრამ მისი ბავშვობა გაიარა თბილისში. მისი ოჯახი ღარიბი იყო, მაგრამ განათლებული. მამა ტიპოგრაფიაში მუშაობდა, დედა კერავდა და ქსოვდა. აველი ბრწყინვალე მოსწავლე იყო, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, იმავეში, სადაც რამდენიმე წლით ადრე იოსებ ჯუღაშვილი სწავლობდა. მაგრამ ენუქიძე არ იყო ჩვეულებრივი სემინარისტი. ის კითხულობდა აკრძალულ ლიტერატურას, ესწრებოდა საიდუმლო შეხვედრებს, ორგანიზებას უწევდა სტუდენტურ გაფიცვებს. 1895 წელს, 18 წლის ასაკში, მან შეიცნო ახალგაზრდა რევოლუციონერი, რომელიც თბილისში ახლახან დაბრუნდა გორიდან. ეს იყო იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მოგვიანებით სტალინად გახდა. მათი პირველი შეხვედრა მოხდა ერთ-ერთ საიდუმლო სამრეწველო წრეში, სადაც ახალგაზრდა მუშები და სტუდენტები იკრიბებოდნენ მარქსისტული ლიტერატურის კითხვისთვის. რა დააკავშირა ეს ორი ახალგაზრდა ადამიანი? ისინი ძალიან განსხვავებული იყვნენ. ენუქიძე იყო მაღალი, ლამაზი, კარგად ჩაცმული, ელეგანტური. ჯუღაშვილი იყო დაბალი, ნაჩუჩიანი, უხეში. ენუქიძე საუბრობდა რამდენიმე ენაზე, ჯუღაშვილი ძლივს ფლობდა რუსულს. მაგრამ მათ ჰქონდათ რაღაც საერთო, რაც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ეს განსხვავებები. ორივე იყო ბუნტარი, ორივე სცულდა ცარისტული რეჟიმი, ორივე სჯეროდა რევოლუციის. და ორივე ინახავდა საიდუმლოებებს თავისი წარსულიდან, საიდუმლოებებს, რომლებიც მათ ერთმანეთთან დააკავშირა მთელი ცხოვრების განმავლობაში. რა იყო ეს საიდუმლოებები? რატომ სწორედ ენუქიძე გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ნამდვილად ენდობოდა? 1896 წელს ენუქიძე და ჯუღაშვილი ერთად მუშაობდნენ თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში, ორგანიზებას უწევდნენ გაფიცვებს და ავრცელებდნენ რევოლუციურ ლიტერატურას. ენუქიძე იყო უფრო გამოცდილი, უფრო ორგანიზებული, უფრო დიპლომატიური. ჯუღაშვილი იყო უფრო რადიკალური, უფრო მიდრეკილი ძალადობისკენ, უფრო მზად რისკისთვის. მაგრამ ისინი ავსებდნენ ერთმანეთს. ენუქიძე გეგმავდა, ჯუღაშვილი ასრულებდა. ენუქიძე საუბრობდა მუშებთან, ჯუღაშვილი ორგანიზებას უწევდა საბოტაჟებს. ერთად მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რევოლუციური ქსელი კავკასიაში. მაგრამ 1897 წელს მოხდა რაღაც, რამაც მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეცვალა. რა იყო ეს მოვლენა? რატომ ენუქიძე არასოდეს არ საუბრობდა ამაზე საჯაროდ? და რატომ სწორედ ეს საიდუმლო გახდა მათი მეგობრობის საფუძველი? 1897 წლის მარტში, თბილისში მოხდა დიდი გაფიცვა. ათასობით მუშა გამოვიდა ქუჩებში, მოითხოვდნენ უკეთეს სამუშაო პირობებს და უფრო მაღალ ხელფასს. ენუქიძე და ჯუღაშვილი იყვნენ ამ გაფიცვის ორგანიზატორები. მაგრამ ოხრანა, ცარისტული საიდუმლო პოლიცია, იცოდა მათ შესახებ. ისინი გეგმავდნენ დაპატიმრებას. ერთ საღამოს, როცა ენუქიძე და ჯუღაშვილი შეხვდნენ საიდუმლო ბინაში, მოულოდნელად შემოიჭრა პოლიცია. ისინი უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ მოხდა რაღაც მოულოდნელი. ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ენუქიძეს იცნობდა ბავშვობიდან, მათ გაფრთხილება მისცა და დაუშვა გაქცევა.
მაგრამ ამ გაქცევის დროს მოხდა ინციდენტი, რომელიც არავის უთქვამს. ჯუღაშვილმა მოკლა ერთი პოლიციელი, რომელიც ცდილობდა მათ დაჭერას. ენუქიძე იყო ერთადერთი მოწმე ამ მკვლელობისა. ის დაეხმარა ჯუღაშვილს გაქცევაში და არასოდეს არ გაამჟღავნა ეს საიდუმლო. ეს იყო პირველი საიდუმლო, რომელიც მათ დააკავშირა. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი. რამდენიმე თვის შემდეგ ჯუღაშვილი დაიპატიმრეს და გაასამართლეს სიბირში. ენუქიძე დარჩა თბილისში, გააგრძელა რევოლუციური საქმიანობა, მაგრამ ინახავდა კონტაქტს ჯუღაშვილთან წერილების მეშვეობით. ამ წერილებში ისინი საუბრობდნენ არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ პირად საკითხებზეც. ჯუღაშვილი წერდა თავისი ცოლის, ეკატერინე სვანიძის შესახებ, რომელიც 1907 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ის წერდა თავისი ვაჟის იაკობის შესახებ, რომელიც დარჩა ეკატერინეს ოჯახში. ის წერდა თავისი დედის, ეკატერინე გელაძის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა გორში სიღარიბეში. და ის წერდა რაღაც სხვაზეც, რაზეც არასოდეს არ საუბრობდა სხვებთან. ის წერდა თავისი მამის შესახებ. არა ბესარიონ ჯუღაშვილის შესახებ, ოფიციალური მამის შესახებ, არამედ სხვა ადამიანის შესახებ. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ ენუქიძე იყო ერთადერთი, ვისთანაც ჯუღაშვილი ამაზე საუბრობდა? და რატომ ეს საიდუმლო იყო ისეთი მნიშვნელოვანი? 1917 წელს რევოლუციის შემდეგ ენუქიძე და სტალინი, როგორც ჯუღაშვილი უკვე თავს უწოდებდა, ისევ შეხვდნენ პეტროგრადში. ორივე იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი, ორივე მუშაობდა ახალი საბჭოთა სახელმწიფოს შექმნაზე. მაგრამ მათი როლები განსხვავებული იყო. სტალინი იყო უფრო პოლიტიკური, უფრო ამბიციური, უფრო მიდრეკილი ძალაუფლებისკენ. ენუქიძე იყო უფრო ადმინისტრატორი, უფრო ორგანიზატორი, უფრო დიპლომატი. სტალინი გახდა ხალხთა კომისართა საბჭოს წევრი, ენუქიძე გახდა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რადგან ენუქიძე აკონტროლებდა ყველა დოკუმენტს, ყველა გადაწყვეტილებას, ყველა საიდუმლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი ყველას შესახებ. მაგრამ სტალინი ენდობოდა მას, რადგან იცოდა, რომ ენუქიძე არასოდეს არ გაამჟღავნებდა მის საიდუმლოებებს. რატომ? რადგან ენუქიძეც ჰქონდა საიდუმლოებები, რომლებიც სტალინმა იცოდა. 1922 წელს, როცა ლენინი დაავადდა და თანდათან კარგავდა ძალაუფლებას, დაიწყო ბრძოლა მის მემკვიდრეობაზე. ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ყველა მათგანი თვლიდა თავს ლენინის მემკვიდრედ. მაგრამ სტალინი, რომელიც იყო გენერალური მდივანი, ჩუმად აგროვებდა ძალაუფლებას. ენუქიძე ეხმარებოდა მას ამაში. ის აკონტროლებდა ინფორმაციის ნაკადს, ის იცოდა ვინ რას ფიქრობდა, ვინ ვის ეჩვობდა, ვინ ვის წინააღმდეგ გეგმავდა. ის იყო სტალინის თვალები და ყურები პარტიის შიგნით. მაგრამ ის იყო არა მხოლოდ ინფორმატორი. ის იყო მრჩეველი, კონფიდანტი, ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც სტალინი საუბრობდა თავისი შიშებისა და ეჩვების შესახებ. 1924 წელს, როცა ლენინი გარდაიცვალა, სტალინი დაიწყო თავისი მოწინააღმდეგეების განადგურება. პირველი იყო ტროცკი, შემდეგ ზინოვიევი და კამენევი, შემდეგ ბუხარინი. ენუქიძე ყოველთვის იყო სტალინის გვერდით, ეხმარებოდა მას ამ ბრძოლაში. მაგრამ ის არასოდეს არ იყო ჩართული რეპრესიებში, არასოდეს არ ხელს აწერდა დაპატიმრების ორდერებს, არასოდეს არ ესწრებოდა დაკითხვებს. რატომ? რადგან სტალინი იცავდა მას ამისგან. რატომ სტალინი იცავდა ენუქიძეს? 1930-იან წლებში, როცა სტალინი უკვე იყო საბჭოთა კავშირის უდავო ლიდერი, ენუქიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქვეყანაში. ის იყო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, ის აკონტროლებდა კრემლს, ის ორგანიზებას უწევდა ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, ის იყო პასუხისმგებელი უცხოელი დელეგაციების მიღებაზე. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო სხვა. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი სტალინის ოჯახის შესახებ. ის იცოდა სტალინის მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას შესახებ, რომელიც იყო ენუქიძის ახლო მეგობრის, სერგეი ალილუევის ქალიშვილი. ის იცოდა მათი ქორწინების შესახებ, რომელიც მოხდა 1918 წელს, როცა ნადეჟდა იყო მხოლოდ 16 წლის. ის იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ, რომელიც იყო რთული და ხშირად ძალადობრივი. ის იცოდა სტალინის შვილების შესახებ, იაკობის, ვასილის და სვეტლანას. და ის იცოდა საიდუმლოებები, რომლებიც არავინ სხვა არ იცოდა. რა იყო ეს საიდუმლოებები? რატომ ენუქიძე ინახავდა მათ? და რატომ სწორედ ეს საიდუმლოებები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი? 1932 წელს, ნოემბრის მე-18-ს, მოხდა ტრაგედია, რომელმაც სტალინის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ნადეჟდა ალილუევა მოკვდა კრემლის ბინაში, ოფიციალურად აპენდიციტისგან, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ის თავს იმოკლა პისტოლეტით იმ საღამოს, როცა სტალინთან ჰქონდა ძლიერი კამათი ერთ-ერთ კრემლის მიღებაზე. ენუქიძე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც შეიტყო ამის შესახებ. ის იყო ის, ვინც ორგანიზება გაუწია დაკრძალვას, ის იყო ის, ვინც დაეხმარა სტალინს ამ ტრაგედიის გადატანაში. მაგრამ ის იცოდა რაღაც, რაც სხვები არ იცოდნენ. ის იცოდა რეალური მიზეზი ნადეჟდას თვითმკვლელობისა. ის იცოდა, რაზეც ისინი კამათობდნენ იმ საღამოს. ის იცოდა, რა აწამებდა ნადეჟდას ბოლო თვეებში. და ის იცოდა, რომ სტალინი თავს ადანაშაულებდა ამაში. ენუქიძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც სტალინი საუბრობდა ამ ტრაგედიის შესახებ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი აჩვენა თავისი სისუსტე და ტკივილი. რატომ სწორედ ენუქიძე? რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ენდობოდა. მაგრამ ეს ნდობა არ გაგრძელდა სამუდამოდ. 1930-იანი წლების შუა პერიოდში, როცა სტალინი იწყებდა დიდ ტერორს, ენუქიძე დაიწყო დისტანცირება. ის ხედავდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, მასობრივი დაპატიმრებები, წამებები, სიკვდილით დასჯები. ის ხედავდა, როგორ ანადგურებდა სტალინი ძველ ბოლშევიკებს, ადამიანებს, რომლებთანაც ერთად აკეთებდა რევოლუციას. ის ხედავდა, როგორ იქცეოდა სტალინი პარანოიულ დიქტატორად. და ის იწყებდა ეჭვს, რომ მალე მისი რიგიც მოვიდოდა. ენუქიძე იყო ძალიან პოპულარული კრემლში, ძალიან საყვარელი, ძალიან გავლენიანი. ბევრი ადამიანი მიმართავდა მას დახმარებისთვის, ბევრი ადამიანი ენდობოდა მას. და ეს იყო საშიში სტალინისთვის, რომელიც არ იტანდა არავის, ვინც შეეძლო მისი ძალაუფლების საფრთხე. მაგრამ ენუქიძე იყო განსაკუთრებული შემთხვევა. ის იყო ძველი მეგობარი, ის იცოდა ძალიან ბევრი, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ნამდვილად ენდობოდა. როგორ შეეძლო სტალინს მისი განადგურება? და რატომ საბოლოოდ გადაწყვიტა ეს? 1925 წელს დაიწყო ენუქიძის დევნა. პირველად მას დასდეს ბრალი მორალურ გახრწნაში, ამბობდნენ, რომ ის ატარებდა ბალეტის მოცეკვავებს კრემლში, რომ ის სვამდა ალკოჰოლს, რომ ის ატარებდა ბურჟუაზიულ ცხოვრებას. ეს იყო სასაცილო ბრალდებები, რადგან ყველამ იცოდა, რომ ენუქიძე ნამდვილად უყვარდა ხელოვნება და კულტურა, რომ ის ეხმარებოდა ახალგაზრდა მხატვრებს და მოცეკვავეებს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. შემდეგ მას დასდეს ბრალი პოლიტიკურ შეცდომებში, ამბობდნენ, რომ ის იცავდა ტროცკისტებს, რომ ის ეჩვეობდა სტალინის პოლიტიკაში, რომ ის იყო მარჯვენა დევიაციონისტი. 1925 წლის მარტში ენუქიძე გადააყენეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის თანამდებობიდან. 1925 წლის ივნისში ის გარიცხეს პარტიიდან. 1927 წლის ოქტომბერში ის დააპატიმრეს. რატომ სტალინმა დაელოდა 2 წელი? რატომ არ განადგურა ენუქიძე უფრო ადრე? რადგან ის ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ენუქიძე დაინახავდა თავის შეცდომებს და დაბრუნდებოდა მის გვერდით. მაგრამ ენუქიძე არ დაბრუნდა. 1927 წლის დეკემბრის 22-ს აվել ენუქიძე დახვრიტეს ორლოვკის ციხეში, ორულის ახლოს. ოფიციალურად მას დასდეს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, ტროცკისტულ-ზინოვიევისტულ ბლოკთან კავშირში, სტალინის მკვლელობის მომზადებაში. ეს იყო სრული სიცრუე და ყველამ იცოდა ეს. ენუქიძე არასოდეს არ ყოფილა ტერორისტი, არასოდეს არ გეგმავდა სტალინის მკვლელობას, არასოდეს არ ყოფილა ტროცკისტი. მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, ადამიანი, რომელიც შეეძლო სტალინის საიდუმლოებების გამჟღავნება, ადამიანი, რომელიც იყო ძალიან საშიში ცოცხალი. როცა სტალინმა შეიტყო ენუქიძის სიკვდილის შესახებ, ის ტიროდა. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ვინმემ დაინახა სტალინის ცრემლები. რატომ ტიროდა ის? რადგან ენუქიძე იყო მისი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცნობდა მას ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის იყო უბრალო იოსებ ჯუღაშვილი, ღარიბი სემინარისტი თბილისიდან. მაგრამ სტალინმა არჩია ძალაუფლება მეგობრობაზე, არჩია უსაფრთხოებანდობაზე, არჩია სიცოცხლე სიყვარულზე. და ეს იყო არჩევანი, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა კიდევ ბევრჯერ მომავალში. 1927 წლის დეკემბრის 23-ს, ერთი დღის შემდეგ ენუქიძის სიკვდილის შემდეგ, კრემლის საიდუმლო არქივში შევიდნენ NKVD-ს სპეციალური ჯგუფი. მათი მიზანი იყო ყველა დოკუმენტის ამოღება, რომელიც დაკავშირებული იყო ენუქიძესთან. ისინი წაიღეს ათასობით ფაილი, ასობით წერილი, ყველა ფოტო, ყველა ჩანაწერი. მაგრამ ერთი დოკუმენტი დარჩა, რომელიც დამალული იყო ენუქიძის პირად სეიფში, რომლის შესახებაც არავინ იცოდა.
ეს იყო დღიური, რომელსაც ენუქიძე წერდა 1930-იან წლებში. ამ დღიურში იყო ჩანაწერები სტალინის ოჯახის შესახებ, ჩანაწერები, რომლებიც ამჟღავნებდა საიდუმლოებებს, რომლებიც არავის უნდა სცოდნოდა. ეს დღიური აღმოაჩინეს მხოლოდ 1945 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რა იყო ჩაწერილი ამ დღიურში? რა საიდუმლოებები ინახავდა ენუქიძე? და რატომ ეს დოკუმენტი დღემდე არის დახურული მკვლევარებისთვის? ენუქიძის დღიურში იყო ჩანაწერი 1932 წლის ნოემბრის 18-დან, იმ საღამოდან, როცა ნადეჟდა ალილუევა მოკვდა. ენუქიძე წერდა, დღეს დილით მე დამირეკა სერგეი ალილუევმა. მისი ხმა ძლივს ისმოდა. ის მითხრა, რომ ნადია მოკვდა. მე მივედი კრემლში და უყოვნებლივ. კობა იჯდა თავის კაბინეტში, უცქეროდა კედელს. ის არ ტიროდა, არ საუბრობდა, უბრალოდ იჯდა. მე ვკითხე რა მოხდა. ის მითხრა, მე მოვკალი იგი. არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. მე მოვკალი იგი ჩემი სიტყვებით, ჩემი ქმედებებით, ჩემი გულგრილობით. ნადია იცოდა ყველაფერი. იცოდა კოლექტივიზაციის შესახებ, იცოდა შიმშილის შესახებ უკრაინაში, იცოდა დაპატიმრებების შესახებ. და იგი ვეღარ უძლებდა ამას. იგი მითხრა, რომ მე ვხდები მონსტრი. და იგი მართალი იყო. რატომ ენუქიძე ჩაწერდა ამ საუბარს? რატომ ის ინახავდა ამ საიდუმლოს? და რა სხვა საიდუმლოებები იყო ამ დღიურში? ენუქიძის დღიურში იყო ჩანაწერები სტალინის შვილების შესახებაც. იაკობის შესახებ, სტალინის უფროსი ვაჟის შესახებ, რომელიც დაიბადა პირველ ქორწინებაში ეკატერინე სვანიძესთან. ენუქიძე წერდა, იაკობი არის ყველაზე უბედური ადამიანი, რომელიც მეოდეს მე შემხვედრია. კობას ცულს იგი, რადგან იგი ახსენებს მას ეკატერინეს, ერთადერთი ქალის, რომელსაც კობა ნამდვილად უყვარდა. იაკობი ცდილობს მამის სიყვარულის მოპოვებას, მაგრამ კობა მხოლოდ აკრიტიკებს მას, აცინებს მას, ამცირებს მას. იაკობი ცდილობდა თვითმკვლელობას ორჯერ. პირველად 1930 წელს, მეორედ 1932 წელს. ორივე ჯერზე კობა მხოლოდ თქვა, ის ვერც კი შეუძლია სწორად თავის მოკლა. ვასილის შესახებ, სტალინის უმცროსი ვაჟის შესახებ, ენუქიძე წერდა, ვასო იზრდება როგორც ბრაზიანი და ძალადობრივი ბიჭი. კობა აფუჭებს მას, აძლევს მას ყველაფერს რაც უნდა, არასოდეს არ სჯის მას. ვასო იცის, რომ ის არის სტალინის ვაჟი და იყენებს ამას. ის სვამს, ჩხუბობს, აწამებს სხვა ბავშვებს. და არავინ არაფერს ეუბნება მას. სვეტლანას შესახებ, სტალინის ერთადერთი ქალიშვილის შესახებ, ენუქიძე წერდა, სვეტა არის ერთადერთი სინათლე კობას ცხოვრებაში. ის უყვარს იგი იმ სიყვარულით, რომელიც მას არავის მიმართ არ ჰქონია. მაგრამ ეს სიყვარული ასევე არის ციხესვეტასთვის. კობა არ უშვებს მას თავისგან, აკონტროლებს მის ყველა ნაბიჯს, ეჩვობს ყველა მის მეგობარს. რატომ ენუქიძე წერდა ამ დეტალებს? რა სხვა საიდუმლოებები იცოდა ის სტალინის ოჯახის შესახებ? ენუქიძის დღიურში იყო ჩანაწერი, რომელიც ყველაზე საშიში იყო. ჩანაწერი სტალინის წარმოშობის შესახებ. ენუქიძე წერდა, კობა მითხრა მას საიდუმლო, რომელიც მან არავის უთქვამს. ის მითხრა, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი არ იყო მისი ბიოლოგიური მამა. მისი დედა ეკატერინე გელაძე მუშაობდა როგორც ბზარეული და მწმენდავი მდიდარი ოჯახებისთვის გორში. ერთ-ერთი ამ ოჯახი იყო ოჯახი, სადაც ცხოვრობდა მდიდარი ვაჭარი. ეს ვაჭარი იყო ქართველი, მაგრამ ჰქონდა რუსული განათლება და კავშირები. ეკატერინე იყო ლამაზი ახალგაზრდა ქალი და ეს ვაჭარი დაინტერესდა მით. კობა მითხრა, რომ მისი დედა არასოდეს არ უთქვამს მას პირდაპირ, მაგრამ ის იცოდა ჭეშმარიტება. ბესარიონ ჯუღაშვილი იყო ალკოჰოლიკი და ძალადობრივი კაცი, რომელიც სცემდა ეკატერინეს და კობას. მაგრამ ის არ იყო კობას ბიოლოგიური მამა. ეს იყო საიდუმლო, რომელიც კობა ატარებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ეს იყო ჭეშმარიტება? თუ ეს იყო მხოლოდ სტალინის ფანტაზია? რატომ ენუქიძე ჩაწერდა ამას? და რატომ ეს საიდუმლო იყო ისეთი მნიშვნელოვანი? 1925 წელს, როცა დაიწყო ენუქიძის დევნა, ბევრი ადამიანი ცდილობდა მის დაცვას. ბალეტის მოცეკვავეები, რომლებსაც ის ეხმარებოდა, მხატვრები, რომლებსაც ის აფინანსებდა, მუშები, რომლებსაც ის იცავდა, ყველა მათგანი წერდა წერილებს სტალინისადმი, ითხოვდა ენუქიძის შეწყალებას. მაგრამ სტალინი არ პასუხობდა ამ წერილებს. ის უკვე გადაწყვიტა ენუქიძის ბედი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობდა ენუქიძის გადარჩენას უფრო აქტიურად.
ეს იყო სერგეი ალილუევი, ნადეჟდას მამა, სტალინის სიმამრი. ალილუევი იყო ძველი ბოლშევიკი, რომელიც იცნობდა სტალინს ჯერ კიდევ 1914 წლიდან. ის იყო ადამიანი, რომელსაც სტალინი პატივს სცემდა. ალილუევი წერდა სტალინს: კობა, შენ არ შეგიძლია ენუქიძის განადგურება. ის არის შენი ძველი მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელმაც შენ დაგეხმარა ყველაზე რთულ მომენტებში. ის არის ადამიანი, რომელსაც ნადია უყვარდა როგორც საკუთარი ქალიშვილი. შენ ვალი გაქვს მის მიმართ. მაგრამ სტალინი პასუხობდა: სერგეი, შენ არ გესმის. ენუქიძე არის საშიში. ის იცის ძალიან ბევრი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩემს წინააღმდეგ. მე უნდა დავიცვა რევოლუცია, უნდა დავიცვა პარტია, უნდა დავიცვა ქვეყანა. და თუ ამისთვის საჭიროა ენუქიძის მსხვერპლი, მაშინ ასე იყოს. რატომ სტალინი არ ისმენდა ალილუევს? რა იყო უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ძალაუფლება თუ ერთგულება? 1927 წელს, როცა ენუქიძე იყო ციხეში, მას ეწვივნენ NKVD-ს გამომძიებლები. ისინი ცდილობდნენ მისგან აღიარების მიღებას, აღიარებას იმისა, რომ ის იყო ტროცკისტი, რომ ის გეგმავდა სტალინის მკვლელობას, რომ ის იყო უცხოური დაზვერვის აგენტი. მაგრამ ენუქიძე უარყოფდა ყველა ბრალდებას. ის ამბობდა: მე ვარ ბოლშევიკი 1895 წლიდან. მე გავაკეთე რევოლუცია კობასთან ერთად. მე ვიყავი ერთგული პარტიისადმი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე არასოდეს არ ვყოფილვარ ტროცკისტი, არასოდეს არ მიგეგმავს სტალინის მკვლელობა, არასოდეს არ ვყოფილვარ ჯაშუში. ეს ყველაფერი არის სიცრუე. გამომძიებლები წამებდნენ მას, მაგრამ ენუქიძე არ აღიარებდა. ის იყო ძლიერი კაცი, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პრინციპები. მაგრამ საბოლოოდ გამომძიებლებმა იპოვეს გზა მისი მოსაგერიებლად. ისინი დაემუქრნენ მას, რომ დააპატიმრებდნენ მის ოჯახს, მის მეგობრებს, ყველას, ვინც მას ახლოს იყო. და ენუქიძე დანებდა. ის ხელს მოაწერა აღიარებას, რომელიც იყო სრული სიცრუე. რატომ ის ამას გააკეთა? რადგან ის არ უნდოდა, რომ სხვები ეტანჯათ მისი გამო. ეს იყო მისი ბოლო მსხვერპლი. 1927 წლის დეკემბრის 22-ს ენუქიძეს წაიყვანეს ორლოვკის ციხიდან სასროლ ადგილზე. ის იცოდა რა ელოდა მას. ის არ ევედრებოდა შეწყალებას, არ ტიროდა, არ ცდილობდა გაქცევას. ის უბრალოდ ამბობდა: მე ვარ უდანაშაულო. ისტორია გამართლებს მე. ის დახვრიტეს ზურგში, როგორც ეს იყო მიღებული იმ დროს. მისი სხეული დაკრძალეს საერთო საფლავში, სადაც დაკრძალეს ათასობით სხვა ხალხის მტერი. მისი სახელი წაიშალა ყველა დოკუმენტიდან, ყველა ფოტოდან, ყველა ისტორიიდან. ის გახდა არაპირი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არსებულა. მაგრამ მისი საიდუმლოებები დარჩა დამალული არქივებში, დამალული დღიურებში, დამალული მეხსიერებაში იმ ადამიანების, რომლებიც მას იცნობდნენ. რა იყო ეს საიდუმლოებები? რატომ ისინი იყვნენ ისეთი საშიში სტალინისთვის? და რატომ ისინი დღემდე არის დახურული? 1945 წელს, როცა სტალინი მოკვდა, დაიწყო პროცესი, რომელსაც უწოდებენ დესტალინიზაციას. ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერი, დაიწყო სტალინის დანაშაულების გამჟღავნება. 1946 წლის თებერვალში, კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე, ხრუშჩოვმა წაიკითხა საიდუმლო მოსაზრება, სადაც ის საუბრობდა სტალინის რეპრესიებზე, სტალინის პიროვნების კულტზე, სტალინის დანაშაულებებზე. ამ მოსაზრებაში ის ასევე ახსენა ენუქიძე. ის თქვა: აվել ენუქიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთგული ბოლშევიკი. ის იყო ადამიანი, რომელიც გააკეთა უზარმაზარი წვლილი რევოლუციაში და საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობაში. მაგრამ სტალინმა განადგურა იგი, რადგან ის ეჭვობდა ყველას, ვინც იყო ძალიან პოპულარული, ძალიან გავლენიანი, ძალიან დამოუკიდებელი. ხრუშჩოვის მოსაზრების შემდეგ ენუქიძე რეაბილიტირებულ იქნა, მისი სახელი აღადგინეს, მისი ოჯახს დაუბრუნეს პატივი. მაგრამ მისი დღიური, მისი წერილები, მისი დოკუმენტები დარჩა დახურული. რატომ? რადგან ისინი შეიცავდნენ საიდუმლოებებს, რომლებიც ჯერ კიდევ იყო ძალიან საშიში. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაიწყო არქივების გახსნა. ისტორიკოსები, მკვლევარები, ჟურნალისტები მიიღეს ცდომა დოკუმენტებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დახურული. ისინი იპოვეს დოკუმენტები სტალინის რეპრესიების შესახებ, დოკუმენტები გულაგის შესახებ, დოკუმენტები დიდი შიმშილის შესახებ. მაგრამ ენუქიძის დღიური ჯერ კიდევ იყო დახურული.
1999 წელს ერთმა რუსმა ისტორიკოსმა, რომელიც მუშაობდა სტალინის ბიოგრაფიაზე, მოითხოვა წვდომა ენუქიძის პირად არქივზე. მას უთხრეს, რომ ეს არქივი არ არსებობს, რომ ის განადგურდა 1927 წელს. მაგრამ ეს იყო სიცრუე. არქივი არსებობდა, მაგრამ ის იყო დახურული სპეციალური ბრძანებით. ვინ გასცა ეს ბრძანება? და რატომ ეს არქივი ჯერ კიდევ არის დახურული დღესაც? 2010-იან წლებში რამდენიმე ყოფილმა კგბ-ს ოფიცერმა, რომლებიც მუშაობდნენ არქივებში, დაიწყო საუბარი იმაზე, რაც ისინი იცოდნენ ენუქიძის საქმის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის არქივში, თქვა, ენუქიძის დღიური არსებობს. მე ვნახე იგი. ის ინახება სპეციალურ სეიფში, სადაც ინახება ყველაზე საიდუმლო დოკუმენტები. ამ დღიურში არის ინფორმაცია, რომელიც შეცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით სტალინის შესახებ. არის ინფორმაცია მისი ოჯახის შესახებ, მისი წარმოშობის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების შესახებ. არის ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნამდვილად მოხდა ნადეჟდა ალილუევას სიკვდილის დროს. არის ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ სტალინმა განადგურა თავისი ძველი მეგობრები. ეს ყველაფერი არის იქ დაწერილი ენუქიძის ხელით. მაგრამ ეს ოფიცერი მალე გაჩუნდა. მას უთხრეს, რომ ის არ უნდა საუბრობდეს ამაზე. რატომ? რადგან ეს საიდუმლოებები ჯერ კიდევ არის ძალიან საშიში. დღეს 2026 წელს ენუქიძის დღიური ჯერ კიდევ არის დახურული. ოფიციალურად რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არ არსებობს. მაგრამ ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს არის სიცრუე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს დღიური არსებობს და ინახება სადღაც კრემლის საიდუმლო არქივში. რატომ ის არის დახურული? რადგან ის შეიცავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეცვლის ისტორიას. საიდუმლოებებს სტალინის ოჯახის შესახებ, საიდუმლოებებს მისი წარმოშობის შესახებ, საიდუმლოებებს იმის შესახებ, რა ნამდვილად იყო ის დიქტატორი, რომელმაც მოკლა მილიონები, თუ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი სისუსტეები, თავისი შიშები, თავისი საიდუმლოებები. ენუქიძე იცოდა ეს ყველაფერი. და ის წაიღო ეს საიდუმლოებები საფლავში. მაგრამ მისი დღიური დარჩა. და ერთ დღეს, შესაძლოა, ჩვენ გავიგებთ ჭეშმარიტებას. გავიგებთ, რა ნამდვილად იყო სტალინი. გავიგებთ, რატომ ის განადგურა თავისი ერთადერთი მეგობარი. გავიგებთ, რა საიდუმლოებები აკავშირებდა მათ. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. ჯერ კიდევ. 1930-იან წლებში, როცა ენუქიძე იყო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, მას ჰქონდა წვდომა ყველა საიდუმლო დოკუმენტზე, რომელიც გადიოდა კრემლის კარებში. ერთ-ერთი ამ დოკუმენტი იყო სამედიცინო ანგარიში სტალინის ჯანმრთელობის შესახებ, დათარიღებული 1932 წლით. ამ ანგარიშში იყო ჩაწერილი, რომ სტალინს ჰქონდა ქრონიკული თირკმლის დაავადება, რომელიც მას აწუხებდა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან. ასევე იყო ჩაწერილი, რომ მას ჰქონდა ფსორიაზი, რომელიც ფარავდა მის სხეულის დიდ ნაწილს და იწვევდა მუდმივ ქავილს და ტკივილს. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ჩანაწერი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ექიმები წერდნენ, პაციენტი აჩვენებს პარანოის ნიშნებს, ეჩვიანობს ყველას, ხედავს მტრებს ყველგან, რთულად ენდობა ადამიანებს. ენუქიძე იცოდა ეს ყველაფერი. ის ხედავდა, როგორ სტალინის ჯანმრთელობა გაუარესდა წლების განმავლობაში. ის ხედავდა, როგორ მისი პარანოია ღრმავდებოდა. ის ხედავდა, როგორ ის იქცეოდა მონსტრად. მაგრამ ის არაფერს ამბობდა. რატომ? რადგან ის იყო ერთგული მეგობარი. ან რადგან ის ეშინოდა. რა იყო ნამდვილი მიზეზი ენუქიძის დუმილისა? 1933 წელს, როცა დაიწყო დიდი შიმშილი უკრაინაში, ენუქიძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც იცოდნენ რეალური მასშტაბი ამ ტრაგედიისა. მას მოდიოდა ანგარიშები ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებიდან, სადაც იყო ჩაწერილი, რომ ათასობით ადამიანი კვდებოდა შიმშილით ყოველდღიურად. მას მოდიოდა ფოტოები, სადაც ჩანდა გამხდარი ბავშვები, მკვდარი სხეულები ქუჩებში, სოფლები, სადაც აღარავინ იყო ცოცხალი. მას მოდიოდა წერილები ადგილობრივი ხელმძღვანელებისგან, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას, ითხოვდნენ საკვებს, ითხოვდნენ შეწყალებას. მაგრამ სტალინი უარყოფდა ყველა ამ თხოვნას. ის ამბობდა, ეს არის საბოტაჟი კულაკების მხრიდან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კოლექტივიზაცია, უნდა გავაგრძელოთ მარცვლის ექსპორტი. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ სისუსტე. ენუქიძე ცდილობდა დაერწმუნებინა სტალინი, რომ ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა, რომ მილიონები ადამიანები კვდებოდნენ. მაგრამ სტალინი არ ისმენდა. ის ამბობდა, აվել, შენ ხარ ძალიან რბილი.
შენ არ გესმის, რომ რევოლუციას სჭირდება მსხვერპლი. ჩვენ ვაშენებთ ახალ საზოგადოებას და ამისთვის ზოგიერთი ადამიანი უნდა მოკვდეს. რატომ ენუქიძე არ გამოვიდა საჯაროდ ამ საშინელების წინააღმდეგ? რატომ ის გააგრძელა მუშაობა სტალინის გვერდით? რა აიძულებდა მას დარჩენილიყო? ენუქიძის დღიურში იყო ჩანაწერი 1933 წლის მარტიდან, სადაც ის წერდა: დღეს კობამ მითხრა რაღაც, რამაც შემაშინა. ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინაში მდგომარეობაზე და მე ვეცადე მას ავუხსნა, რომ ადამიანები კვდებიან შიმშილით. ის გაბრაზდა და მითხრა: აվել, შენ არ გესმის. ეს ადამიანები არიან მტრები. ისინი არ უნდათ კოლექტივიზაცია, არ უნდათ საბჭოთა ხელისუფლება, არ უნდათ სოციალიზმი. ისინი უნდა მოკვდნენ, რათა სხვებმა ისწავლონ გაკვეთილი. მე ვკითხე, მაგრამ ეს არიან უბრალო გლეხები, ბავშვები, ქალები. რა დანაშაული აქვთ მათ? ის მომიხედა თვალებში და თქვა: მათი დანაშაული არის ის, რომ ისინი დაიბადნენ. მე გავშეშდი. ეს იყო პირველი ჯერი, როცა მე ვნახე კობა როგორც ნამდვილი მონსტრი. და მე მივხვდი, რომ ის აღარ იყო ჩემი მეგობარი იოსებ ჯუღაშვილი. ის იყო სტალინი, დიქტატორი, რომელსაც არ ჰქონდა შეწყალება. რატომ ენუქიძე არ გაქცეულა იმ მომენტში? რატომ ის დარჩა სტალინის გვერდით კიდევ 2 წლის განმავლობაში? რა აკავშირებდა მათ ისე ძლიერად? 1934 წელს, როცა მოკლეს სერგეი კიროვი, ლენინგრადის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებისა. სტალინი გამოიყენა ამ მკვლელობას როგორც საბაბს, რათა განედგურებინა ყველა, ვინც შეეძლო მისი ძალაუფლების საფრთხე. ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, ასობით ადამიანი დახვრიტეს. ენუქიძე ხედავდა ამ ყველაფერს. ის ხედავდა, როგორ სტალინი იყენებდა კიროვის სიკვდილს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ის ხედავდა, როგორ ის ქმნიდა ატმოსფეროს შიშისა და ტერორისა. ის ხედავდა, როგორ ის აქცევდა საბჭოთა კავშირს გიგანტურ ციხედ. მაგრამ ენუქიძე ჯერ კიდევ ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი თავი, რომ ეს იყო დროებითი, რომ სტალინი საბოლოოდ შეწყვეტდა ამ შეშლილობას, რომ ის დაბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებაში. მაგრამ ღრმად ენუქიძე იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა. ის იცოდა, რომ სტალინი უკვე გადავიდა წერტილს, საიდან დაბრუნება შეუძლებელი იყო. ის იცოდა, რომ მალე მისი რიგიც მოვიდოდა. რატომ ის არ ცდილობდა გაქცევას? რატომ ის არ ცდილობდა ემიგრაციას? რა აკავშირებდა მას საბჭოთა კავშირთან, სტალინთან, ამ საშინელ სისტემასთან? ენუქიძის დღიურში იყო ჩანაწერი 1934 წლის დეკემბრიდან, დღეს მე ვესაუბრე ბუხარინს. ის მითხრა, რომ ის გრძნობს, რომ მალე დააპატიმრებენ. ის მითხრა, რომ სტალინი უკვე ეჭვობს მას, რომ ის უკვე გეგმავს მის განადგურებას. მე ვეცადე დავმშვიდებინა იგი, მაგრამ ღრმად მე ვიცოდი, რომ ის მართალი იყო. ბუხარინი მკითხა: აվել, რატომ შენ ჯერ კიდევ ხარ თავისუფალი? რატომ სტალინი არ ეჭვობს შენ? მე ვუპასუხე, რადგან მე ვიცი საიდუმლოებები, რომლებიც სტალინი არ უნდა გამჟღავნდეს. ბუხარინმა მკითხა: რა საიდუმლოებები? მე არ ვუპასუხე. მაგრამ ბუხარინმა მიხვდა. ის თქვა: აվել, ეს საიდუმლოებები არ გადაგარჩენს. როცა სტალინი გადაწყვეტს შენს მოკვლას, ის მოგკლავს. არ აქვს მნიშვნელობა, რას იცი. ის მართალი იყო. მე ვიცოდი ეს. მაგრამ მე ჯერ კიდევ ვიმედოვნებდი. რა იყო ეს იმედი? იმედი, რომ სტალინი შეიცვლებოდა? იმედი, რომ მათი მეგობრობა იყო უფრო ძლიერი ვიდრე პოლიტიკა? იმედი, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ გამარჯვებულიყო? 1935 წელს, როცა ენუქიძეს გადააყენეს თანამდებობიდან, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ ენუქიძე იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ის იცოდა, რომ სტალინი არ შეჩერდებოდა მხოლოდ მისი გათავისუფლებით. ის იცოდა, რომ სტალინი უნდოდა მისი სრული განადგურება, მისი სახელის წაშლა ისტორიიდან, მისი არსებობის უარყოფა. და ენუქიძე იცოდა რატომ. რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცნობდა სტალინს ნამდვილად, რომელიც იცოდა მისი სისუსტეები, მისი შიშები, მისი საიდუმლოებები. ის იყო ცოცხალი მოწმე სტალინის წარსულისა და ეს წარსული უნდა დაკრძალულიყო. ენუქიძე დაიწყო მზადება თავისი სიკვდილისთვის. ის დაწერა წერილები თავის ოჯახს, თავის მეგობრებს, თავის კოლეგებს. ის დაწერა ბოლო ჩანაწერი თავის დღიურში. ამ ჩანაწერში ის წერდა: მე ვიცი, რომ მალე მოვკვდები. მე ვიცი, რომ კობა მომკლავს. მაგრამ მე არ ვინანებ არაფერზე.
მე გავაკეთე ის, რაც მე მჯეროდა, რომ სწორი იყო. მე ვიყავი ერთგული რევოლუციისადმი, ერთგული პარტიისადმი, ერთგული ჩემი მეგობრისადმი. თუნდაც ეს მეგობარი გახდა მონსტრი. რატომ ენუქიძე ჯერ კიდევ უწოდებდა სტალინს მეგობარს? რატომ ის ჯერ კიდევ იყო ერთგული მის მიმართ? 1927 წელს, როცა ენუქიძე იყო ციხეში, მას ჰქონდა ერთი ბოლო შეხვედრა სტალინთან. ეს შეხვედრა არ იყო ოფიციალური, არ იყო ჩაწერილი არც ერთ დოკუმენტში. მაგრამ ის მოხდა. სტალინი მოვიდა ციხეში ღამით, საიდუმლოდ, რათა ენახა თავისი ძველი მეგობარი ბოლო ჯერზე. ისინი ისაუბრეს 2 საათის განმავლობაში. არავინ იცის, რაზე ისინი საუბრობდნენ. მაგრამ ერთ-ერთმა ციხის მცველმა, რომელიც იდგა კარის მიღმა, მოგვიანებით თქვა, მე ვისმენდი მათ საუბარს. ისინი საუბრობდნენ თბილისზე, თავიანთ ახალგაზრდობაზე, რევოლუციაზე. ისინი საუბრობდნენ იმ დროზე, როცა ისინი იყვნენ მეგობრები, როცა ისინი იყვნენ იდეალისტები, როცა ისინი სჯეროდათ, რომ ისინი ცვლიდნენ მსოფლიოს. და შემდეგ მე გავიგონე ტირილი. არ ვიცი ვინ ტიროდა, ენუქიძე თუ სტალინი. ან შესაძლოა ორივე. რა თქვეს ისინი ერთმანეთს იმ ბოლო შეხვედრაზე? რა იყო მათი ბოლო სიტყვები? და რატომ სტალინი მაინც გადაწყვიტა ენუქიძის მოკლა იმ საუბრის შემდეგ? ენუქიძის სიკვდილის შემდეგ სტალინი შეიცვალა. ის გახდა კიდევ უფრო ეჭვიანი, კიდევ უფრო პარანოიული, კიდევ უფრო ძალადობრივი. ის დაიწყო დიდი ტერორი, რომელმაც მოიწია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ის განადგურა თითქმის ყველა ძველ ბოლშევიკს, ყველა ადამიანს, რომელიც იცნობდა მას ჯერ კიდევ რევოლუციამდე. ის განადგურა თავის ოჯახის წევრებს, თავის კოლეგებს, თავის გენერლებს. ის გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ენდო საკუთარ თავს. მაგრამ ღამით, როცა ის იყო მარტო თავის კაბინეტში, ის ფიქრობდა ენუქიძეზე. ის ფიქრობდა მათ ახალგაზრდობაზე თბილისში, მათ რევოლუციურ საქმიანობაზე, მათ მეგობრობაზე. ის ფიქრობდა იმ დღეზე, როცა ენუქიძემ გადაარჩინა ის პოლიციისგან. ის ფიქრობდა იმ საღამოზე, როცა ენუქიძე იყო მასთან ნადეჟდას სიკვდილის შემდეგ. ის ფიქრობდა იმ ბოლო შეხვედრაზე ციხეში. და ის ინანებდა. მაგრამ ეს სინანული არ ცვლიდა არაფერს. ენუქიძე მოკვდა და სტალინი გააგრძელა თავისი გზა ტერორისა და ძალადობისა. რატომ სტალინი არ შეჩერებულა? რატომ ის არ შეცვლილა თავისი გზა? რა აიძულებდა მას გაეგრძელებინა ეს შეშლილობა? 1959 წელს, როცა სტალინი იყო უკვე 70 წლის, ის დაიწყო მზადება ახალი ტალღა რეპრესიებისთვის. ეს იყო ექიმთა საქმე, როცა დააპატიმრეს ათეულობით ექიმი, რომლებსაც დასდეს ბრალი იმაში, რომ ისინი გეგმავდნენ საბჭოთა ხელმძღვანელების მოწამვლას. ბევრი ამ ექიმთაგანი იყო ებრაელი და ეს იყო დასაწყისი ანტისემიტური კამპანიისა. სტალინი გეგმავდა ყველა ებრაელის დეპორტაციას სიბირში, გეგმავდა ახალ გენოციდს. მაგრამ 1953 წლის მარტის მე-5-ს სტალინი მოკვდა. ოფიციალურად ის მოკვდა ინსულტისგან. მაგრამ ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის მოწამლეს. ვინ მოწამლა სტალინი? ეს არის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული. მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს იყო მისი უახლოესი თანამშრომლები, ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სტალინი უნდა მოკვდეს, სანამ ის დაიწყებდა ახალ ტერორს. თუ ეს მართალია, მაშინ სტალინის სიკვდილი იყო აქტი თვითდაცვისა, აქტი გადარჩენისა. მაგრამ ეს ასევე იყო აქტი სამართლიანობისა. სტალინი მოკვდა ისევე, როგორც ის კლავდა სხვებს, საიდუმლოდ, უეცრად, სასტიკად. და შესაძლოა სადღაც ენუქიძის სული იყო მოწმე ამ სამართლიანობისა. დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სტალინზე, ჩვენ ვსაუბრობთ დიქტატორზე, რომელმაც მოკლა მილიონები. ჩვენ ვსაუბრობთ ტირანზე, რომელმაც შექმნა სისტემა ტერორისა და ძალადობისა. ჩვენ ვსაუბრობთ მონსტრზე, რომელსაც არ ჰქონდა შეწყალება, არ ჰქონდა სინდისი, არ ჰქონდა ადამიანურობა. მაგრამ ენუქიძე იცნობდა სხვა სტალინს. ის იცნობდა იოსებ ჯუღაშვილს, ახალგაზრდა რევოლუციონერს თბილისიდან, რომელსაც ჰქონდა სიზმრები, ჰქონდა იდეალები, ჰქონდა მეგობრები. ის იცნობდა კობას, ადამიანს, რომელსაც შეეძლო სიყვარული, შეეძლო ტკივილი, შეეძლო სინანული. ის იცნობდა ადამიანს, რომელიც ტიროდა თავისი ცოლის სიკვდილზე, რომელიც ტიროდა თავისი მეგობრის სიკვდილზე, რომელიც ტიროდა იმაზე, რაც ის გახდა. რომელი სტალინი იყო ნამდვილი? დიქტატორი თუ ადამიანი? მონსტრი თუ ტრაგიკული ფიგურა? ენუქიძე იცოდა პასუხი ამ კითხვაზე. მაგრამ ის წაიღო ეს პასუხი საფლავში.
და ჩვენ დარჩით კითხვებით, რომლებზეც არ არის პასუხები. ენუქიძის ისტორია არის ისტორია მეგობრობისა და ღალატისა. ისტორია ერთგულებისა და ძალაუფლებისა. ისტორია იდეალების და რეალობისა. ენუქიძე სჯეროდა რევოლუციას, სჯეროდა სოციალიზმს, სჯეროდა იმას, რომ ისინი ქმნიდნენ უკეთეს მსოფლიოს. მაგრამ ის ხედავდა, როგორ ეს იდეალები იქცეოდა კოშმარად. ის ხედავდა, როგორ რევოლუცია ჭამდა თავის შვილებს. ის ხედავდა, როგორ ძალაუფლება ანადგურებდა ადამიანებს. და ის ვერაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. რატომ? რადგან ის იყო ნაწილი ამ სისტემისა. რადგან ის თავად ეხმარებოდა ამ სისტემის შექმნას. რადგან ის თავად იყო თანამონაწილე ამ დანაშაულებში. და ეს იყო მისი ტრაგედია. ეს იყო მისი ბრალი. ეს იყო მისი სასჯელი. მაგრამ ეს ასევე იყო მისი გამოსყიდვა. რადგან ბოლოს ენუქიძე არ დაინება. ის არ აღიარა ცრუბრალდებები. ის არ გახდა ნაწილი სტალინის თეატრისა. ის მოკვდა როგორც ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ღირსება, ჰქონდა პრინციპები, ჰქონდა სინდისი. და შესაძლოა ეს იყო მისი ბოლო გამარჯვება სტალინზე. დღეს, თითქმის 100 წელს ენუქიძის სიკვდილის შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, რა მოხდა იმ წლებში. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შეიძლებოდა ერთმა ადამიანმა მოეკლა მილიონები. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შეიძლებოდა მთელმა ერმა მიჰყოლოდა დიქტატორს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შეიძლებოდა იდეალები გადაქცეულიყო კოშმარად. ენუქიძის დღიური, თუ ის ნამდვილად არსებობს, შეიძლება მოგცეს ზოგიერთი პასუხი ამ კითხვებზე. მაგრამ ის ჯერ კიდევ არის დახურული. რატომ? რადგან ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არის ძალიან საშიში. რადგან საიდუმლოებები ჯერ კიდევ არის ძალიან მტკივნეული. რადგან ისტორია ჯერ კიდევ არის ძალიან ახლო. მაგრამ ერთ დღეს შესაძლოა ეს დღიური გაიხსნება. ერთ დღეს შესაძლოა ჩვენ გავიგებთ ჭეშმარიტებას. ერთ დღეს შესაძლოა ჩვენ გავიგებთ, რა ნამდვილად იყო სტალინი, რა ნამდვილად იყო ენუქიძე, რა ნამდვილად იყო მათი მეგობრობა. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. ჯერ კიდევ. და ჩვენ ველოდებით.